მე დავბრუნდები და ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვიდეო მიმართვაში. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის ამ საკითხზე შეთანხმებისთვის ჩავიდა. სააკაშვილი სიცრუეს უწოდებს იმ ფაქტს, თითქოს ქართულმა მხარემ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. მისივე თქმით, ის დევნილის სტატუსის მოპოვებას არ აპირებს. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილისთვის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის მიზეზად დასახელებულია სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ამჟამად სააკაშვილი ამერიკაში იმყოფება. Я відчуваю себе простим українцем. მე ერთი მოქალაქეობა მაქვს უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო. ეს არ მოხდება. არ ვაპირებ არსად დარჩენას და რაიმე სახის სტატუსის მიღებას. მე უკრაინაში ჩამოსვლის კანონიერი უფლებისთვის ვიბრძოლებ. პოროშენკომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად ჩემი ქვეყანაში არ ყოფნის დროს გადაწყვიტა. როგორც კი მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერთიანდებით, რათა შემოდგომაზე ქუჩებში გამოვიდეთ და მათი ოლიგარქიული შეთანხმება დავასრულოთ შიშმას სლია სახგონებას. პრეზიდენტმა პოროშენკომ არაფრად ჩააგდო კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ის წესით უნდა იყოს. ეს პირდაპირ სიგნალია უკრაინის საზოგადოებისთვის. დემოკრატიის თამაში დასრულდა. პოროშენკო საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების მიზნით ჩავიდა, არამედ მორიგი შეთანხმების. ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინელ პოროშენკოსა და გაზპრომის უდიდეს აქციონერ პრორუს ივანიშვილს შორის. მათ მოიგონეს თითქოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოდან ჩემ შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო. ეს მორიგი ტყუილია. რადგან მას შემდეგ, რაც მე უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, საქართველოში ჩემს წინააღმდეგ არც ერთი საქმე აღწრული არ ყოფილა. ის გამოგონილი საქმეები კი არც ერთმა ქვეყანამ საქართველოს გარდა არ აღიარა. ამ ბრძანებით თქვენ ხელი მოაწერეთ თქვენი ხელისუფლების გარდაუვალ დამარცხებას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად აქ ჩვენს უკრაინაში ბრძოლას გავაგრძელებ.